წარვეთ და განყიდე მონაგები შენი. და ამაზე ხშირად გვითქვავს, რომ ხა მდიდარი სად არის, ხო? თითებზე ჩამოსათვლელია მდიდარი ადამიანი და შენ გულარხენად ხო, ნუ მდიდარმა იდარდონ. დიდარმა აკლემა იდარდოს, რომ ვერ გაძრება ნემსის ხვერში თორე. მე გავძვრები და მე ვარ ის მდიდარი, აგერ გეუბნები. იმდენი რამ მაქვს დაგროვილი თუნდაც ჩემ უღმერთობის პერიოდში და ჩემი არასრულფასოვანი სულიერი ცხოვრების პერიოდში, რომელიც ჩემს საკუთარ სიკეთეებად, სათნოებად მიმაჩნია. იმდენი რამე აქ ადამიანს დაგროვილი თავისი ეგოისტური ცხოვრების წესით. ეგოიზმი ხო აბსტრაქცია არ არის ისევ და რაღაც სარიელი სიტყვა. ეგოიზმი არის დახუნძლული მთელი თვისებები. ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ჩვენის გვიყვარს. აბა წარმოიდგინეთ, როგორ უყვარს ადამიანს თავის პატივმოყვარეობა. აბა ერთი შეეხეა და აი ძალიან თავდაბალი იქნება ესეთი, აბა შეეხე ცოტათი. მისი პატივმოყვარეობა ეგრევე გასკდება და ისე შემოგიტრიალდება, რომ შენი განადგურება რო შეელოს გაგანადგურებს. აბა მის სიმართლეს კვერი არ დაუკრა. არ დაუკრა კვერი მის სიმართლეს. მისი აზრის საწინააღმდეგო თქვი, გესმით? დაამთავრებული საქმეა. და აღარ ვლაპარაკობ უფრო სერიოზულ რაღაცებს. ჩვენ ისეთი სიმდიდრეები გვაქვს და ისე არ გვეთმობა ამ სიმდიდრის უარყოფა. მოგლეჯა საკუთარი თავიდან. უფალი ამბობს, განყიდე ყოველი მონაგები შენ, ანუ მოიცილე და თუ რამე სიკეთე გაქვს, სხვებს მოახმარე. გესმის? სხვას დაეხმარე, შენი ნიჭიერებით, შენი ყველაფრით. ეს საცდური თანხის მატერიალური სიმდიდრის თვალსაზრისით ძალიან საშიში რამ არის, მაგრამ ისაც ეს არა გვაქვს, ჩვენ მაინც მდიდრები ვართ და ძალიან ხშირ შემთხვევაში ეგოიზმისგან განთავისუფლება უფრო რთულია, ვიდრე ფინანსებისგან. საკუთარ პატივმოყვარეობაზე და საკუთარ სიმართლეზეო არის თქმა უფრო ძნელია, ვიდრე მილიარდებზე. გესმით რა შეასაქმე? ამიტომ ჩვენ ცუდ დღეში ვართ ყველანი. მე საკუთარი თავიდან ვიცი ეს. და ნუ ვიცი იმით, რომ გაკვირდებით როგორც მოძღვარი და ეს ვალდებულებად არის ჩემი, რომ თქვენ რომ მოდიხართ, მე გაკვირდებით და ხედავთ, თქვათ, რა პრობლემის წინაშე დგახართ. როგორ გიჭირთ, რომ თავი დაიმდაბლოთ და ქრისტესათვის გული გახსნათ. ეს ყველას გვიჭირს და თქვენს გიჭირთ ეს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ ჩვენ ღმერთს აქამდე არ ვიცნობთ, არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პატივმოყვარეობა და ჩვენი სიმართლე და ჩვენი სიამაყე. შესაბამისი თავდაბლობის დეფიციტი და ან არ ქონა საერთოდ სხვა მიზეზი, ის რომ ჩვენ ღმერთს აქამდე არ ვიცნობთ, არ არსებობს, მხოლოდ ეს არის მიზეზი.